სპეციალურად წამიყვანეს იცი პოლიციაში, აი სპეციალურად წამიყვანეს. ან რა მოხდა რომ შეიძლება რომ გაგვაგებინა? ესე იგი ღამის 2 საათია და ზემოდან ეს დაცვის ბიჭი ლაპარაკობს რას ეკიდება იყო და აბდექი უცებ გამოვედი და კარავით ეკიდებოდა ცეცხლი. ის აკრობდა რომა კარავს. მე მივედი წყალი დავასხეთ და ჩავაქრეთ. პოლიცია ყველა აქ იყო. მაგრამ ამდილი 7 საათზე მოვიდა ძველი თბილისის პოლიცია რო არის. თაბუკაშვილიდან. ძალიან ბლომად მოვიდნენ, რა ვიცი. თითქოს და რა ვიცი, ყაჩაღები ყავდათ აქედან ასაყვანი რა იყო არ ვიცი. გამობძანდით გარეთო. უთო რატო უნდა გამოვიდე? რის საფუძველზე? ვარ ჩემს კარავში გზივარ 1 წელზე მეტია და რატო უნდა გამოვიდე თქო? ტელეფონი მეჭირა ხელში, გამომგლიჯა ტელეფონი. გამომათრიეს, იქ არ გამოვდიოდი. ორმა პოლიციელმა მომკიდა ხელი, გამომათრიეს, ჩავსვეს მანქანაში და მითხრეს ახლა არ ინერვიულოთ, ამ მანქნითო წაგიყვანთო და ამ მანქნითო მოგიყვანთო. ეხლა მოვედი, აი რამდენი 4 საათი გავიდა მაყურყუთეს იმაში, რა ქვია, პოლიციაში. პოლიციის განყოფილებაში. თქვენს იმის თაობაზე რომ კარვები უნდა აიღო, არაფერი არ უთქვია. ეხლა მე ვერავის ხელს ვერ დავადებ, რა თქმა უნდა, მაგრამ ყოველდღიურად მოდიოდა ხალხი, რომელსაც ძალიან აწუხებდა ჩვენ რო კარავში ვიყავით, აგზავნიდნენ, რა თქმა უნდა, ეხლა. მისით აქ არავინ არ მოსულა არასდროს. აგზავნიდნენ, ყოველთვის აგზავნიდნენ და გუშინ მაგალითად და გუშინ წინ ერთი ახალგაზრდა გოგო იყო კიდევ აქ შევიდა კარავში არავისთვის უკითხავს გამოიტანა ქურთუკი ჩაიცვა გამოიტანა ვითომ მუნჯი იყო ისე გამოასაღა თავი ვითომ სიგარეტი უნდა და რაღაცა ეხლა უკვე ძალიან ისეთი ეჭვი გამიჩნდა რომ სპეციალურად გააკეთეს იმიტომ რომ ამ კარვების აღება უნდათ სხვა ვერაფერი მეთოდი ვერ მოძებნეს ამ ლაჭრებმა სხვა მეთოდი რომ მაინდა-მაინც არ უნდა დაეწოდა ეს საწოდავი ხალხი არა მომწვარი იყო იქ მე მაგალითად არ ვაპირებ ადგომას აქედან დაზარალდა ვინმე? არა, დაზარალებული არავინ არ არის. დროზე გაეღვიძა იმ ბიჭს, რომ ეკიდა კარავს და გამოვიდა გარეთ. და აკრობდა რაღაც ნაჭრით და მე გამოვედი, მე წყლები დავასხე. დაზარალებული არავინ არ არის, ამაზე მეტი ზარალი რა უნდა მომაყენო ეხლა. ჩემი ტანსაცმელი, ყველაფერი რაც კი გამაჩნდა, რაც ჩემი იყო, ყველაფერი წაიღეს. ამის უფლება როგორ გქონდათ? გათხოვების სამი საშუალება გქონდათ ბიჭებს თუ უბრალოდ გაჩნდა და ყველას ეძინა? აბსოლუტურად ჩვენ არანაირი დენის წყარო ჩვენთან არ შემოდიოდა. საიდან ექნებოდა გამათბობები? არანაირი დენის წყარო არ ანუ ესე იგი ვიღაცამ შეგნებულად გააჩინა ხანძარი. შეგნებულად არის გაკეთე. ეხლა ვწმუნდები, აი ამ დილით რომ მოვიდნენ ეს პოლიციელების სხვა ხალხი მაშინ მივხვდი რომ ეს იყო შეგნებულად გაკეთებული და უთხარი კიდევაც თქვენ ეს შეგნებულად გააკეთეთ. სხვა მეთოდი ვერაფერი მოძებნეთ ამ კარვების ასაღებად და ეხლა მე მგონი ამ კარვებსაც აიღებთ. არავინ არ მოკიდებს ქალბატონო ხელსო. 4 საათი ვიყავი პოლიციის განყოფილებაში. აი ეხლა გამოვედი, აი ამ წუთას გამოვედი იქიდან. მაგრამ იქაც უთხარი და ეხლა მე ბრძოლას არ შევწყვეტ. ფეხზე დამდგარი, სანამ შევძლე. სანამ არ მოვკვდები აქედან ვერავინ ვერ გამ. თუ გამასწორებენ, თორე ვერავინ ვერ გამ. როგორც ვთქვი, ტელეფონიც ჩამომკართვეს. ტელეფონი ჩამომართვეს და ისი არეულ-დარეული ვერავის ვერ დაურეკე. ერთ ჟურნალისტი ყველა ისინი სახელი გვარები ყველაფერი ამოღებულია ტელეფონში. გამოშიგნულია ხო ტელეფონი არის გამოშიგნული.